ბათუმში ჭაბუკ მორაგბეთა ტურნირი დაიწყო. ტურნირში 4 გუნდის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. 14-დან 16 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები პირველობის მოსაპოვებლად ერთმანეთს ერთი კვირის განმავლობაში დაუპირისპირდებიან. ტურნირი აჭარაში პირველად ტარდება და მის მიზანს რაგბის პოპულარიზაცია, სპორტსმენების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. 4-თა ტურნირი წელს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ 40,000 ლარით ფინანსდება. სამომავლო ტურნირის ეროვნული ფედერაციის კალენდარული ღონისძიებების ნუსხაში ჩასმა იგეგმება. ტურნირი 14 ნოემბერს დაიხურება. გამარჯვებული გუნდები მედლებით, სიგერლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტურნირები ხელშეუწყობს ამ სახეობის განვითარებას და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რაგბი ჩვენთვის არის პრიორიტეტი, რამე თუ გუნდურ სახეობებში ამ სახეობაში გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ტურნირები სამომავლოდაც ჩატარდეს. კონკურენტები ჩვენ უფრო არ გვაინტერესებს, ჩვენი თამაში გვაინტერესებს და ჩვენი თამაშით ყველა კონკურენტს თუ ჩვენი თამაში გამოვინეთ, გამომარცხებთ ალბათ და ეს ყველაფერს დაგვეხმარება, დიდ გამოცდილებას მივიღებთ ამ ტურნირისგან